წელს იქნება ისეთი სეზონი, სადაც ალბათ ისე დაგჭირდება გულშემატკივრის დახმარება, როგორც არასდროს კლუბის ისტორიაში. რაც შეეხება თავად კითხვას, რომ გულშემატკივარი როგორ დავაბრუნოთ სტადიონზე, ჩემთვის ეს თავარი კითხვაა და ჩვენი გუნდისთვის ეს არის თავარი გამოწვევა, რატომ? იმიტომ რომ თუ ტრიბუნა სავსეა თამაშზე, ესე იგი რაღაცა სწორად აკეთებდა პროცესებს დადებითი დინამიკა აქვს, ხო? შეგვიძლია წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში მოვიყვანოთ მაგალითები კლუბების, რომლებსაც გადაჭედილი აქვს სტადიონები, მაგრამ სპორტული შედეგები და ტიტულები ამას არ უმყარებს, ხო? ძირს და საფუძველს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ამის თქმა არ მინდა რომ მაყურებლის დაბრუნება სტადიონზე და სტადიონის გავსებას სპორტული შედეგების გამოკლებით ვაპირებთ. არა, ეს მე ჩვენ რეალობაში შეუძლებელიც მგონია. თუმცა ამის გარდა კლუბი მუშაობს უკვე როგორც კომერციული განვითარების, ისე საკომუნიკაციო განვითარების სტრატეგიაზე, სადაც აქცენტი გაკეთებული იქნება ზუსტად ამ საკითხზე, გულშემატკივრის ბაზისის გაზრდაზე, გაფართოებაზე, კლუბისთვის სოციალური საყრდენის გამყარებაზე, რაც საბოლოო ჯამში იმაში უნდა გადაითარგმნოს, რომ ტრიბუნები გაივსოს და აქ კი მნიშვნელოვანია ძალიან სპორტული შედეგები, მაგრამ მარტო სპორტული შედეგები არ იქნება გადამწყვეტი და ამ მხრივ ფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერად მიდის გეგმარება ამ ეტაპზე და მე მგონი კარგ სიახლეებს შევთავაზებთ ბათუმელ გულშემატკივარს. პირველ რიგში გსურს, რომ აი match day experience, რასაც ეძახიან დასავლეთში, დიახ, აი ეს კომპონენტები, აი რისგანაც შედგება match day experience-ი, აი კომპონენტების გაუმჯობესება მოვახერხოთ და რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯები უკვე გაკეთებულიც გვაქვს, მაგრამ ჯერ თავარი ნაბიჯები წინ არის. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.